მე ვაკეთებ იმას, რაც მე მინდა. მოსკოვში შემესია ვიღაცეები და მუხლებზე დადეხეს. იმდენი კაცი მყავდა, რომ მე მათი სახელით აღარ მახსოვს. რა ვთქვი, სიმართლე და ქალებს ყოველთვის ეშინოდათ, რომ ქმარს ავართმენ. ქალბატონ გიული, თუმცა ვიცი, რომ მეორე ქმარიც ყავდათ, ჯიბრით რომ გათხოვდით. მე არ გამახსენდა. ერთხელაც ვიღაცამ ესა თამაში ჩამოვა ხელი. ძალიან დიდი მადლობა, ესე იგი. თქვენ რომ მოხვედით, არაჩვეულებრივი ინტერვიუ გენაცვალებდი. ჩვენი საუბარი ქალბატონო გიული მინდა დავიწყო ამ სიტყვებით. მე პატიებას ვითხოვ ყველასგან, ვისაც ოდესმე გული ვატკინე. კარგი სიმღერაა, ძალიან. ვის ეკუთვნის ეს სიტყვები? გიგაური და დოდო გუშიანი. ქალბატონო გიული, გახსენდებათ თუ არა, რამდენად ხშირად გიწევდათ თქვენს ცხოვრებაში პატიების თხოვნა? პატიების? დიახ. მარტო ჩემი შვილი. ხანდახან, ისიც ხანდახან. იმიტომ რომ პატიება კოცნით, სიტყვებით არა. ჩამეხუტებოდი, ჩაგეხუტო, ისავს პატიება. აპატია. რატომ გადაწყდა, რომ ეს სიმღერა უნდა დაწერილიყო? იცით, თვითონ ტექსტში დევს ქალი. ეს დოდო გუშიანი იყო ძალიან კარგი პოეტი და ძალიან ლამაზი ქალი. ეს სიმღერა, ეს ლექსი მიუძღვნა გოგიცაბაძეს. ხო და შეიძლება ახალგაზრდობაში რაღაცა რომანიც შეიძლება იყო და მე პატიებას ვითხოვ. ესე იგი ქალმა უარი უთხრა ალბათ და პატიებას ვითხოვ. ძალიან ლამაზი სიტყვებია. ძალიან და ღრმა. ფილმი იწყება იმით, რომ ორი პატარა ბავშვი გადაარჩენენ ულამაზეს და უსუსურ ჩიტს და შემდეგ თავისუფლებაზე უშვებენ. თქვენს ცხოვრებაში იყვნენ მსგავსი ხალხი? იცით, მაშინ მეც პატარა ვიყავი. ამიტომ ჩვენ პატარები ვიყავით. იყო სამამულო ომი. ძალიან დიდი გაჭირვება იყო. სულის სიმშვიდე არ იყო. ჩვენ ვიყავით მსახიობები, მე და დედა ჩემი. ჩვენ გვინდოდა რაღაცა მშვენიერება, არა და ყოველთვის იყო ძალიან საშინელი მდგომარეობა ცხოვრების. ეს გამოვიარე და მე მგონი, მე მადლობა უნდა უთხრა იმ დროს, რომელმაც მე მასწავლა თმენა, მასწავლა მეგობრობა, მასწავლა სიმტკიცე, ჩემი ნიშის მოვლა და ასე შემდეგ. მე ყოველთვის მივდიოდი წინ. ბეტონის კედლები შენდებოდა ჩემ წინ. ვანგრევდი ამას ჩემი სიმღერით, ჩემი ხელოვნებით და მივფრინავდი როგორც მერწყული. მეც მერწყული ვარ. მეც მერწყული ხარ და გამიგებთ მე. კი, რა თქმა უნდა. ქალბატონო გიული, ეს ფილმი არის თქვენს ცხოვრებაზე. დედა მსახიობი, მამა ომში წასული და ხალხის ვერ გაგება, რას აკეთებთ და როგორ აკეთებთ. იმ დროისთვის, რა თქმა უნდა. რას ფიქრობთ, შეცვალა თუ არა ამ ფილმმა რამე თქვენს ცხოვრებაში? საკვირველია ყველაფერი. იმიტომ რომ ეს იყო ჩემი სცენარი, ეს იყო გულიდან დაწერილი ის ამბავი, რომ ყოფილიყო უფრო მეტი დრო, ასე ვთქვათ, მოეცათ ჩემთვის, მე გავაკეთებდი სერიალებს. მე მოვიდოდი დღემდე და ყველას დავასახელებდი, ყველასთან ვიცხოვრებდი, კომპოზიტორებთან, ახალგაზრდებთან, ადამიანებთან, რომლებიც მე მეხმარებოდნენ, ფესტივალები, საზღვარგარეთ, რა იქნებოდა, რა სერიალი იქნებოდა საინტერესო, დავარდნა, დაცემა და ავარდნა. სასწაულე.
ეს იქნებოდა კარგი. როგორ მიიღო საზოგადოებამ ეს ფილმი 1983 წელს, როდესაც გამოვიდა? მაგრამ მოუღიათ. მოსკოვმა ეს გააკეთა მოთხოვნა, რომ გიორგი ჩხელზე გადავიღოთ ფილმი. ჩხეიძემ გაუშვა ეს სცენარი, რეზო ჩხეიძემ და პრემიერა იყო მოსკოვიდან. ერთხელ. და დღემდე ეს ფილმი სადღაც დევს პერში და უბედურებაში. შეიძლება გაფუჭდა კიდეც, იმიტომ რომ არ უჩვენებიათ საქართველოში. მე მგონი საქართველოში ეს ფილმი იქნება ყველაზე საყვარელი და მიღებული. გეთანხმებით და იმედი მაქვს, რომ მიხვდებიან რა ფასი აქვს ამ ფილმს ხალხი. რა ჩაიდო იქ. და ვეტყვი ჩვენს მაყურებელს, რომ ვისაც აინტერესებს, შეუძლიათ YouTube-ზე ნახონ. YouTube-ზე დევს ინტერნეტში. დიახ. და არა იქ ისეთი საბეშტილება არ იქნება. მაინც ჯობია ეკრანს. რა თქმა უნდა. მე მტერი ვიყავი საბჭოთა კავშირის. ეს არის თქვენი სიტყვები. როგორ გამოეხატებოდა თქვენი მტერობა? მტერობა? დიახ. იმიტომ მე ჯავს ვერ ვუყი. ეს იყო არ გინდივარ, მე მაინც ვარ ის, რაც ვარ მე. მე მინდა ჩემი თავი. დავთავდა. მე ვაკეთებ იმას, რაც მე მინდა და რაც მე შევიძლია. და რასაც მე მეუბნება შედაგანი ღმერთი. მეუბნება. არ დაჭრე, იმღერე, გააკეთე, წადი, გალამაზდი, გაიგეთე პრიჩესკა, ყველაფერი, გაიკრასკე როგორც შენ გინდა. თვალებს რას უშვები კაცო? მოიცილე ეს შავი საღებავი, რაში გჭირდება? მე ყველაფერი მჭირდება, მე ვთხარი დეკალს. რა თქინდა კაცო ცელოფნებით რო ხატავ? რა თქინდა ცელოფნებით? რა თქინდა? მე ყველაფერი მინდა. მე ყველაფერი მინდა. ქალბატონ გიული, რა გახსენდებათ იმ დროისთვის, როდესაც გადაწყვეტეთ, რომ თქვენ მტერი ხართ საბჭოთა კავშირის, რა სირთულეები იყო? არ ვიცი, მე არ გადავწყვეტი არაფერი. მე მღეროდი ყოველთვის და მე მოსკოვში შემესია ვიღაცეები, იმპრესარიოები, ვითო მაშინ, ასე ვთქვათ, და წამიყვანეს მე კონცერტები გამიმართეს. ესა ისა მოდი სოლო კონცერტი ვიმღეროთ, მოდი ისა, კი ბატონო, ჩემი ხმარი, არანჟირებები, ყველაფერი მზად იყო. ორკესტრი გააკეთა, ჩამოაყალიბა ჯანგი, 16 კაცი ბიჭიანი, ლენინგრადიდან ჩამოვიყვანეთ კარგი ჯაზმენები და ქონდა ნამდვილი ჯაზი. და აი ამითი მოძრაობდით, ჯერ საბჭოთა კავშირი მოვიარეთ ყველაფერი. გაგვიცნეს, ესე იგი, ყვიროდნენ, რომ კიდე და ასე მაგადანში ჩვენ თითქმის 10 დღე სოლო კონცერტებია ეს ტყვე ხალხი, როგორი ტაში, როგორი სიყვარული და როგორი ყველაფერი ეს უბედური ხალხი, რომლებიც იყვნენ უსამართლოდ გადასახლებულები და შემდეგ დაუჯახდნენ იქ და იქ დარჩნენ. იმიტომ რომ წლები გავიდა, რა უნდა გაიგეთებინათ სხვაგან. აი იქ მაგადანში. ბრავო, თიგა გვაცინეს იქიდან. ქალბატონო გიული, თქვენს ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ თქვენი ცხოვრების პერიოდში ყველაზე ბედნიერი ეტაპი იყო ბავშვობა. რთული, მაგრამ ბედნიერიო. დიახ. როგორ იყო ეს ბედნიერი? ან რატომ იყო ეს ბედნიერი, როდესაც თან აანალიზებდით, რომ ეს სირთულეა? მე პრაქტიკულად გავიზარდე თეატრში. მუსიკალურ კომედიის თეატრში ვაცვალ მაშინის სახელობის, რომელიც დაარსა სოფიო ჭიაურელის მამა. მიხეილმა ეს თეატრი. პატარ-პატარა კოლექტივები იყო და შემდეგ გახდა სახელმწიფო თეატრი. სადაც დედაჩემი მუშაობდა, იყო ვარსკვლავი ამ თეატრის. თუ დედა იყო გამოცხადებული მოსაწვევებში,
ინგრეოდა იქაურობა და თუ არისო და ცოტა ხალხი დადიოდა. დოღმის პერიოდი იყო და ეს ყველაფერი. და ყველას ეგონდა, როდესაც დედა იყო და ხალხი იყო, ყველას ეგონდა, როდესაც თავდებოდა სპექტაკლი და ეს მაყურებელი მოდიოდა პლეხანოვზე, ყველას ეგონდა, რომ ფერმუნთი იყო და დამთავრდა. იმდენი ხალხი იყო. ძალიან კარგი მსახიობები იყვნენ. ბევრი რაღაც ვისწავლე დგომა სცენაზე, ესე იგი, აი ეს შემართება, კარგი მსახიობები იყვნენ. თან დედაჩემი იყო უნიკალური, ულამაზესი, უნიკალური მსახიობი. რა გახსენდებათ ყველაზე ტკბილად ბავშვობიდან? რა მახსენდება? მე მახსენდება ის, რომ მე ვიყავი ნომერ პირველი შატალისტი იმ დროს. იქ ჩვენ ახლოს კათოლიკური ეკლესია რო არის, იქ მღეროდა გუნდი და სკოლაში რო წავსულიყავი, ეს გუნდი ყველაფერი ისმოდა, შევედი იქ და საერთოდ დავდიოდი იქ და ერთხელ წავიმღერე ავე მარიას მღეროდნენ და პირველი ხმა მქონდა მე მაღალი და მე დავიწყე სიმღერა პატარში ვზივარ და ერთად და ვიღაცა ესა თქვა პატარა გოგოს როგორ მოდიო ყოველთვის იქნები ჩვენთან უკან დავაყენებდნენ ხოლმე და აბე მარია იმპროვიზაციებს ვარტყავდი ხოლმე იქ პატარა გოგო ერთხელაც ვიღაცამ ესა თამაში ჩამოვა ხელი შემაიმუნო უკან დავა დამწია შენ სკოლაში არ დადიხარ ხო გამათრია გარეთ დედა თქვენი დედა ჩემი ელიგო ხო და მე ვდგევარ ესა და გოგო სკოლიდან მოვდივარ და მთელი წიგნი სადაც ყველა არის ბავშვები ხუთიანი და გიული ერთიანი ყველგან ერთიანი როგორ მე ვთხარი მე ვარ პირველი და იბედო წამოდი სახში მოვედი და რაღაცა აგური თუ რაღაცა კუთხეში დაღარა და აბა მიდი ახლა მუხლებზე დადე. ოი. ხო. ნუ ეგონა რო არ დავდგებოდი ეს წავედი მე გიული ვარ. წავედი და დავდექი მუხლებით. მოდი შვილო გენაცვალებ. და ისო ტირილი მე სტირილა ჩამეხუტა. მე უთხარ რატო გააკეთე. აღარ გააკეთე. მე უთხარ მე უნდა ვიარო იქ აუცილებლად მე უნდა. ხო და კარგი რა ვქნა არ ვიციო აღარ სწავლა ხო გინდა სულელი ხო არ უნდა გამოხვიდე არ სულელი არ გამოვიდი მე ხო შექსპირი დავიკითხე მე უთხარ ოტელო ხო დავიკითხე ეს ჩემ ბებია ბაბუას ის ხონდა რა ქვია და ეს წიგნი მე იყო დედანის კი არის რაღაცა სურათებიც და მოკეთ ამ წიგნებით გავიზარდე მე და რაც ფსავარია ჩემი ოჯახი ექიმების ოჯახი ბიძა ესე იგი დედაჩემის უფროსი ძმა ვენეროლოგი პროფესორი კაცი დეიდები ორი დეიდა ბავშვების ექიმები და მარტო ჩვენ ვიყავით არტისტები ხო და აიო მაიმუნები მოვიდნენ იტყოდა ხოლმე ბიძა ჩემზე და დედაჩემზე რათა აბა არტისტები ხარ დედაჩემ უთხრა შენ რომ მოხვალ ჩემ პრემიერაზე აი მაშინა ხედა მე ნომერ პირველი იყო ელიქო გენაცვალე ყვავილები და ბანკეტები და ძალიან კარგად მღეროდა აი ხმა მქონდა ბიძა ჩემს და სუფრაზე იყო თამადა ყოველთვის ძალიან მაგარი კულტურული კაცი ქალბატონო გიული არ გეშინოდათ რომ ჩრდილში დარჩებოდით თქვენი დედის ჩრდილში დარჩებოდით თქვენი დედის ჩრდილში არც მიფიქრია მე დედაჩემის სცენაზე არ ავსულვარ მე არავიდოდი იმიტომ ის არ იყო ჩემი ადგილი მაგრამ დედამ ერთხელ მითხრა შენ ხო გინდა არტისტობა მე მოველაპარაკე რეჟისორს და თბილისის ცისქვეშ პრემიერაზე ბოლოში დაიკარგება პატარა ცუგა შარიკა და შენ გამოხვალ და სად არის შარიკა
ეს ყველა იდგება ოცნებაზეო და ეს არისო ფინალიო, რომ სად არის შარიკი? გამგიშდი. ესა არ მეცინა. აბა, სად არის შარიკა? იმეორებდი სარკეში. თრაფსაშოდი. იპრენჭებოდით. ხო და დადგა პრემიერის დღე და მე ვდგევარ კულისებში და იყო ესეთი სიტყვებს რომ იმას შოვა რა ქვია კარნახობს პულები რა ერქვა ხო ზიზო კალბატონი ზიზო სკამზე იჯდა ხოლმე ხო და ვდგევარ მე იმის წინ უკვე დამთავრდა ყველაფერი მუსიკა მღერია ესენი სულაფერი უკვე ფინალია და იქიდან რეჟისორმა ესა და აქედან მე არ ვიცი გავიდე თუ არ გავიდე და ზიზო ხელი ესე რომ გრახელი გავსულტი და შპაგაძე დავჭეკი და წავედი და დირიჟორმა ესე დამიჭირა თორე უკვე მოვდიოდი ორკესტრში ეხლა რატო დედაჩემი ხო პაჟარნიკი იყო იმ წელს იქ წყალი იყო წყალი დაჩენილი რაღაცა ხო ფინალია რაღაცა იმ წყალს მე გასწრიალდა და გავფრინდი როგორც ვერცხული სასწაული კულმინაცია იყო ხო და მთელი დარბაზი ადგა და მერე უთქვია რეჟისორს დედაჩემს მაყურებელი ითხოვს რომ კიდე გვინდა კარგი იყო ესეც თქვენი ნამუშევრებია ხო აქ სვისი ლატორია აი ესე აქ სტუდია გაქვთ აშკარად ვაუ ეს გერმანულმა გადაიღო სურათი ეს ჩატალნიშას ფესტივალი ერთი ცოტა დიპლომები ეს საიდან არის კინოში ხო კინოზე მივიდეს ეს იგი ფესტივალი მარტოობა ჩემი არჩევანია ესეც თქვენი სიტყვებია ეს არის ნამდვილად ძლიერი ადამიანის სიტყვები რამ გადაგაწყვეტინათ ეს რამ გადამაწყვეტინა და როდესაც მე მარტო ვრჩებოდი ხოლმე უფრო მეტი გონება და სული ერთმანეთთან კავშირში იყვნენ და რაღაცები ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში მაგალითად ამერიკაში ცელოფნები საიდან რომ გურაზერავად ეს სცენარი წიგნები სხვადასხვა მოდი ვაჩვენოთ ეს წიგნები გურამ შეგიძლია მოგვაწოდოთ წიგნები დავიწყოთ აი ამით კი ბატონო მიქელაძე ხომ ესეთ რაღაცას ვიტყვი რომ ეს იქნება სენსაცია მე მინდა გითხრათ რა იცით 1999 წელს არქივში ვეზებდი დედაჩემის და ჩემი ოჯახის ისტორია მაინტერესებდა და მაგიდაზე წავაწყდი ეს ევგენი მიქელაძის ეს იყო ჟურნალივით რაღაცა ეს რა არის ეს და ეს ის არის რომელიც აწამაო ბერიამო თვალები მე ეგ ვიცოდი მე ბავშვობიდან დედისგან ხო და გადავწყვეტე მე ფილმის გადაღება საერთოდ ფაშიზმზე გავაკეთე მე ეს ფილმი და ეხლა შარშან გადავწყვეტე წიგნი გამოვიშვი და გამოუშვი მე წიგნი მაესტრო ევგენი მიქელაძე დიახ ევგენი მიქელაძე მე ვიყავი წარდგენილი შოთა რუსთაველის პრემიაზე მე წარმოვადგინე ჩემი
ყველაფერი ჩემი ხელოვნება ჩემი წიგნი რომელიც არის მხოლოდ ერთი წიგნი საქართველოში დავიწყებული ადამიანის რომელმაც პირველი სიმფონიური ორკესტრი დაარსა საქართველოში და შეეწერა ბერიამ დასხარა თვალები კუში შამფური გაუღარა აი ესე აწამა დააბრალა ვითომ რევოლუციონერი იყო კაცი იყო დირიჟორი ოპერის სათქონდა იმას დრო რევოლუციის დილიდან საღამომდე რეპეტიცია მერე კონცერტი მერე ხო წარმოგიდგენია თქვენ ყველაფერი ხო და წავიდა დრო რამოდენიმე დრო და მოვიდა დრო პასუხის მომცეს თუ არა მე პრემია რუსთაველის და მუსიკოსი ჰქონდათ მუსიკოსი და ვიღაცა მუსიკოს რომლის გვარიც მე არც ვიცი და არც არავინ არ იცის მიანიჭეს ეს პრემია და მე დამტოვეს რატომ შეურაცხყოფილი აი მაშინ მე მივხვდი რომ დრო არ შეცვლილა ჩემთვის ეს ერთი არა უშავს ნახე როგორ დაცინის ყველას რომ ეს შემოქმედი როგორ იცის ხა ესე ვიცვიდი მე ქალბატონო გიული აუცილებელი არ არის ვინმე კონკრეტულმა აღიაროს ხუთი წიგნი გამოუშვი მე როგორც მწერალმა კი თქვენ რას ფიქრობთ ამაზე აუცილებელი არ არის კონკრეტულმა ვიღაცამ აღიაროს ადამიანს თავარია ხალხმა აღიაროს და ხალხმა ჯერ არ იცის რომ მე ეს წიგნი გავაკეთე ეს უნდა თუმცა ევგენი მიქელაძე ხომ იყო აღიარებული ხალხით თქვენ ხომ ხართ აღიარებული ხალხისგან ძალიან ცუდო ეს კიდე არის ჩემი ცხოვრება ეს იყო სიზმარი რომელიც პირველი წიგნი გავაკეთე მოკლედ ეს იყო სიზმარი მართლა სიზმარი იყო აი საინტერესოა ეს ბარსკლავის გახსნა ქალბატონო გიული რომელი სიზმარი გახსენდებათ ყველაზე მეტად დიახ ჩემი ცხოვრება თლიანად ეს არის ამ წიგნში დიახ ეხლა ამერიკაში მოვიძიე მე ოთარ შიუკაშვილის მეუღლის ვაშინგტონში მიგინა და სახელოსნო ოთარ შიუკაშვილის მომცა უთქლება ქალბატონმა რომ მე ყველაფერი გადავიღე ფილმი ნამუშევრები და აი წაწარწერა ვეღარ კარგი შეიძლება წინ იყოს სადაკ არ გიქხარ აი მე მინდა მაინც რამოდენიმე ნამუშევარი აი ნახეთ როგორი დაწვრილმურტები ყველაფერს ვერ გაჩვენებთ ეს მეუღლის პორტრეტი რომელიც მან ნახა მეუღლე იყო ესე იგი პიანისტი ვალჩივაძის სტუდიაში აი ეს წიგნი ამერიკაში მას ეძახდნენ ოთარი შიუკ და რატო იმიტომ რომ გრძელი ის ჰქონდაო გვარიო და სასწაული წიგნია სასწაული წიგნია ქალბატონო გიული ვაპატიეთ ეხლა ვაპირებ მე საღამოს ვაკეთებ შეგატყობინებთ როდის წიგნების ეს რა ქვია იმას პრეზენტაციას ვაკეთებ ხუთივე წიგნის პრეზენტაციას იმაში საჯარო ბიბლიოთეკაში დაგვარია ის ხოლმე ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე ხო ხო კერდა მოვიწდა უბრალოდ რომ ღელავ მე ცოტა
არა უშავს. მე მერწყულს იცი, აი ახლა ხო საუბრობ ჩვენ. მე უკვე გადაწყვეტილი მაქვს რაღაცის გაკეთება უკვე. უკვე სხვა გეგმო შემოვიდა ჩემთან. როდის იქნება ქალბატონო გიული ეს გამოფენა? პრეზენტაცია. მე მგონი 8 ვირჩევთ ახალ მთავრობას ამის შემდეგ. გესტუმრებით აუცილებლად. ქალბატონო გიული, მთავრობაზე გამახსენდა. რამდენიმე ხნის წინ კომენტარი გააკეთეთ. ხო, ის კომენტარი მე გულიდან ამოსული როგორც დედამ. იცი, მთავრობას კი არ ველაპარაკებ, მე ახალგაზრდებს ველაპარაკებ, რომლებიც არიან მთავრობაში. გეუბნათ რა, უნდა იყოს რაღაცა დამუსიკი არა, რაღაც სირცხვილი უნდა იყოს შინაგანი და რაღაც ჯენტლმენობა უნდა იყოს რაღაცა, რა. და ხო უთხარი წადით რა დროზე, ხო იყავით 2 წელი და გვაპატიეთ ჩვენ და თქვენ გაპატიეთ და ვიყოთ ერთად რა. ამაზე კარგი სიტყვა მე მგონი მაგათთვის არა. მე როგორც დედა ისევ ველაპარაკე მაგათ და მე დავკარგე 2 ადამიანი, რომელიც მე უკვე რამოდენიმე ხანია აღარც მიეკავენ შეეშინდა. თქვენი? თუ თქვენი პოზიციის? ხო, იფიქრეს რომ არ გვიდა გაცოლა ქალთან ნახე რა თქვა ნახე. რა თქვი, სიმართლე თქვი. მე რო ეხლა რაღაცა დამირჩიონ და ვიყო და არა აწავა. როგორ არ წახვა, უნდა წახვიდე. ეხეს და შემღებეს ამერიკელი. ჩვენება რიგდა ფულია. ამერიკელებმა გადაიღეს და ჩვენებმა ვერ იყიდეს? ეს ეხლა გამოფენა მე დამბის. სალომე ზურაბიშვილი. უცებ გაიღო კაბები და მოვიდა. არ იცოდეთ რომ მოდიოდა? სამხატვრო აკადემიაში. დიახ. ხოთე ის არა, ამან დახატა ჩემი კაი პორტრეტი. სასწაული. სალემი ჯერი ხატვებია ეს. ხო. ეს სტალინჯას ფესტივალი. ეპოქა. ჩემი ღმერთი და ჩემი ღვთისმშობელი საყვარელი. ეს პორტრეტი ნახე. ვინ გადაგიღოთ? ეს არის ბახოშია დაგებული. თქვენი სიტყვები. ახლა რომ აჟიოტაჟია ჩემს გარშემო, ფიქრობ, წინათ რატომ მაწვალებდით, რატომ არ მაღიარებდით? აი, ახლა ნახე რა პასუხი. ვნახოთ. ჩემ გურძეზე ხარ რა, ვერცხულო. რა რეები იცი შენ ჩემი რეები. ალბათ მართლა ეს კავშირი ასეთი მერწყულების. აი, მოდი გინაცვალე. მოდი ახლა. აი ეს არის დიდი ფირფიტა, რომელიც გამოუშვა გერმანიამ, ერთ-ერთი და აქ რა არის, აქ თქვენი პასუხია. ნახე თვალები, დაიწყე გადაღება. ხო? შეხედე სახის გამომეტყველება, თვალები, რა გინდოდათ შემგან. რატო მიფუჭებდით მე ხასიეთს ჩემ შემოქმედებას, რატო მიშლიდით ხელს? ეხლა მოგწონვარ და გიყვარვართ. ვარსკვლავი ეხლა გამიხსენი. ფირფიტა ეხლა გამიხსენი. სად იყავით მაშინ? რა გინდოდათ? ნახე. ქალბატონო გიული, მოიპოვეთ პასუხი ამ კითხვაზე. პასუხი? დიახ, რატომ არ აღიარებდნენ? არა, პასუხი, ეხლა პასუხი ჩემი რა არის? რომ მე ხალხს მაშინაც უყვარდი. ხალხს, აი, რომ გამოვდიოდი მე სცენაზე ინგრეოდა დარბაზი. ძალიან ბევრი ხალხი. თბილისში რომ ჩამოვდიოდი, ცხენოსნები მოდიოდნენ პოლიცია, იმიტომ რომ ხალხი პირდაპირ იმას შვებოდა, საზაფხულო თეატრი იყო. რეგიონზე
ხო და ეხლაც როდესაც მე დავამთავრე ეს ამერიკა, ეს ევროპა, იგი და აქეთ სიარული და კონცერტები და მთელი ამბავი, მე ჩამოვედი თბილისში და ვიფიქრე, ჩემთვის ჩუმად კარგად ვიქნებოდი. და თურმე მე მეგონა ყოველთვის ვიყავი უკანონო შვილი საქართველოს, იმიტომ რომ ყოველთვის ბოლო რიგში ვიყავი მე ყველაფერში და ეხლა გამოვიდა რომ მე ვარ პირველი მომღერალი ჯაზისა და მთელი საქართველო ხელისგულზე მატარებს. ქალბატონო გიული, ანუ თქვენ დაიწყეთ მოღვაწეობა 50-იან წლებში. 50-იანი 60-ები. იყო კარნეგი ჰოლი, იყო ესტონეთში, ტალინში ჯილდო, იყო პოლონეთში სოპოტის ჯილდო. პრაღა იყო, გეთანხმებით. და სხვა კიდევ უამრავი ჯილდო გაქვთ მოპოვებული. რატომ დაჭირდა საქართველოს ამდენი დრო, რომ მხოლოდ 2015 წელს გახსნეს ვარსკვლავი თქვენი? ისიც ალბათ ვიღაცა მუთხრა. რას ფიქრობთ, აი რა არის პასუხი ამ კითხვაზე? ანუ ჩათვალეთ, რომ თელმა სოფლიომ გაღიარათ თქვენ. ანუ კარნეგი ჰოლში როგორც ვიცი, ოქროს მიკროფონი გაქვთ მოპოვებული და ასე შემდეგ. ევროპის ხუთეულში ყავით შესული როგორც საუკეთესო ვოკალისტი. და მხოლოდ 2015 წელს, ანუ 9 წლის წინ გაიხსნა გიული ჩოხელის ვარსკვლავი. რატომ ასე გვია? მეც რომ მიგვეს ეგ. რა ვიცი? შეიძლება შური იყო რაღაცა წინათ. შურდათ ეს პატარა გოგო რა უნდა მეტი ჩარაც. მე ვფიქრობ, რომ ეს არის დამოკიდებული იმაზე, რომ რაღაც ეშინოდათ, რომ შეიძლება ის იყო ისეთი ხილი, რაც აქამდე არ იცოდათ. ეშინოდათ, ნამდვილად. ყოველთვის ჩემი ეშინიათ რატო? და ქალებს ყოველთვის ეშინოდათ, რომ ქმარს ავართ მერტი. სუჭორიგანები იყვნენ, არა და მე ესეთი ქმარი მყავდა, რომ ესეთი ქმარი არავის არ ყავდა. უნიკალური, დიდი პიანისტი, დიდი მუსიკოსი, ლამაზი, მაღალი, მშვენიერი, კლადმურს თამაშობდა. ეს როგორ წავედით ჩვენი მაშინ რა ქვია ტალინში. წვიმდა, არ შეგვიშეს იმაში რა ქვია დარბაზში. ხო და ამერიკელები თამაშობდნენ ემას კლადმურს და ისეთი აი ესეთი მე ვის ვიღაცის ბოდიში შედა ნაკოცნარს და ნახვევარ ხმარს ავყვანდი მე. ჩემი ქმარი იყო 18-ის და მე ვიყავი 19-ის. ჩვენ ერთად ვიყავით, მორჩა. ვინ მინდოდა მე დღემდე მიყვარს ჩემი ბორისი და გამახსენდება ხოლმე რომ რა იყო რა იმპროვიზაციას უშვებდა მე რომ მღერი გავჩერდი. ეხლა წავიდა ორკესტრი, წავიდა ბორისის იმპროვიზაცია და ტაში. იმას უფრო მეტი ტაში ხონდა ბორის ვიდრე მე. არ მჯერა. ამაყობდა თქვენით? არა. რატომ? არა, წყნარები ბეცვა არც მე არ ვგო. ეს ხო ნორმალური ამბავია რა. ხომ არ ეჭვიანობდა? არა. მე არ ვაძლევდი, სადამ მქონდა მაგისტრო. წიგნში ვწერმე, რომ იმდენი ის მყავდა რა ქვია, შეყვარებული თუ რაღაცა. პაკლონიკი. ხო, პაკლონიკი, რომ მათი სახელი აღარც მახსოვს. ესე იგი და ყველა მეგონება ხამდილი კაცი ყავდა. მე ვთხარი სპეციალურად არ თქვი ახალგაზრდებისთვის. იუმორი. რა თქმა უნდა. იმდენი კაცი მყავდა, რომ მე მათი სახელიც აღარ მახსოვს. სადამ მქონდა, მაგის დრო მქონდა მე. თუმცა ვიცით, რა თქმა უნდა, იუმორი გადაარჩენს ამ ქვეყანას თუ კი. ქალბატონ გიული, თუმცა ვიცი რომ მეორე ქმარიც ყავდათ, ჯიბრით რომ გათხოვდით. მე არ გამახსენდა. არ გინდა მეორე ქმარი არის. ის იყო საქსოფონისტი, სპეციალურად ჩვენ ვიჩხუბეთ მე და ჩემმა ქმარმა. კერ ვიჩხუბეთ, მოხდა არ მინდა მაგის ესა. მოხდა რაღაც უტვინო რაღაც ამბავი.
თავისუფლება მე რაც ნიშნავს და ხულიგნობას არ ნიშნავს. რაც თბილისში ზოგიერთებს გონიათ, რომ თავისუფლება არის ხულიგნობა. არ. თავისუფლება არის შენი თავის მოძებნა. შენ უნდა ჩაიხედო შენ თავში ღრმად იცნო, გაიცნო შენ ვინ ახარ შენ. შენ თავს უნდა უკითხო, მე ვინა ვარ. იცი შენ ვინ ახარ? არ ვიცი. აბა მიდი იმუშავე. ან ეს არის და იპოვნი შენ თავს. ხარ თავისუფალი. იმიტომ შენ უკვე ხარ იმის წარმომადგენელი, რაც იპოვნე. ეს შენია. მორჩა, ამას არავინ არ შეეხება.